ქართველებს გვაქვს გამოთქმა, შუბლის ზარღვი გაწყვეტილი აქვს, რაც გულისხმობს ადამიანს, რომელსაც სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია. უტიფარია ან ძალიან თავხედი. ხშირად ასეთ ადამიანს უემოციოსაც ეძახიან. იცოდით, რომ მსგავსი მეტაფორა არც ერთ სხვა ენაში არ გვხვდება. მსგავს ადამიანებს გერმანელები Eisernes Herz, ანუ რკინის გულიანს ეძახიან. ინგლისელები კი cold-blooded, ანუ ცივსისხლიანს. ეს მეტაფორული გამოთქმაა და არა პირდაპირი ანატომიური ფაქტი. არც ერთი ექიმი ან მეცნიერი ამას არ დაგიდასტურებთ, რომ შუბლში ერთი კონკრეტული ძარღვია და თანაც წყდება. არა, ესეთი რამ არ არსებობს. ძველ ქართულ წარმოდგენაში შუბლი ითვლებოდა ადამიანის სირცხვილისა და ღირსების წერტილად. როცა ადამიანს წვენია, ხშირად შუბლი წითლდება, ოფლი ან დაჭიმულობა ჩნდება. სავარაუდოდ მეტაფორაც აქედან გაჩნდა. თუმცა საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე, რაც მინდა გაგიზიაროთ. თანამედროვე ნეირომეცნიერებაში სირცხვილის თვითკონტროლისა და სოციალურ ნორმებისადმი კონტროლი დაკავშირებულია ტვინის ნაწილთან, სახელად პრეფრონტალ კორტექსს, ანუ პრეფრონტალური ქერქი. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ ეს ნაწილი სუსტად მუშაობს ან დაზიანებულია, ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს თვითკონტროლი, ნაკლებად იგრძნოს სირცხვილი და უფრო იმპულსურად მოიქცეს. ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერებმა ადამიანები მოათავსეს MRI სკანერში და მათზე სხვადასხვა ტესტები ჩაატარეს, რომლებიც იწვევდა სირცხვილს, დანაშაულს და ნეიტრალურ ემოციებს. შედეგი კი მიიღეს შემდეგი. სირცხვილისა და დანაშაულის სიტუაციებში აქტიურდებოდა medial prefrontal cortex, ანუ მედიალური პრეფრონტალური ქერქი. ტვინის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება სოციალურ და მორალურ თვითშეფასებას. ანუ სოციალური ემოციების დიდი ნაწილი სწორედ პრეფრონტალურ ქერქის ნაწილში მუშავდება. ეს ადგილი კი ზუსტად შუბლის უკან ქერქში მდებარეობს. სწორედ ის აკონტროლებს სირცხვილს, სოციალური წესების დაცვას, იმპულსების კონტროლს და მორალურ შეფასებას. როცა ეს სისტემა სუსტად მუშაობს, მაგალითად ნევროლოგიური დაავადებების ან დაზიანების გამო, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უტიფრობა, სოციალური ნორმების იგნორირება, ემოციური ბლაგბობა. ანუ რა გამოვიდა? ქართული ხალხური გამოთქმა შუბლის ზარღვი გაწყვეტილი აქვს, ფაქტობრივად ეხება იმავე თავის ტვინის, ანუ შუბლის ქერქის უკანა ზონას. შეიძლება ზარღვი აქ უკვე ზედმეტია, თუმცა მაინც საოცარია და თან ფაქტია. არ ვიცი ვინმე თუ იცის საიდან წამოვიდა ეს მეტაფორული განმარტება, ან ვინმე კონკრეტული თუ დგას ამის უკან, მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა ზუსტად დააკავშირეს სირცხვილის შეგრძნება ადამიანის შუბლს ყოველგვარი კვლევების გარეშე. გამარჯობა, მე ვარ გუგა და ეს პაციენტის 23 ვიზიტია. გახდი ჩვენი გამომწერი, გაიგე საინტერესო ფაქტები, შენი ლაიქით კი დაგვეხმარები, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს ჩვენი გვერდი. ბოლო წლებში სულ უფრო აქტუალური გახდა ფრაზა გენეტიკური დაავადება. ეს ფრაზა თითქოს გვაშინებს, თუმცა ბოლომდე მის ზუსტ განმარტებას მაინც ვერ ხვდებით. არც კი ვიცით, რას ნიშნავს ზუსტად. შეიძლება სრულიად ჯამრთელი ხარ და არაფერი გაწუხებს, მაგრამ ატარებ გენს, რომელმაც შესაძლოა მომავალში შენს შთამომავალში დაავადება გამოიწვიოს. გენეტიკური დაავადებები ხშირად ჩუმად გადადის თაობიდან თაობაში. უხილავად, ჩვენს ორგანიზმში 27 ტრილიონი უჯრედია და თითოეულში DNM არის მოთავსებული. ადამიანში DNM-ის სიგრძე დაახლოებით 2 მეტრია, მაგრამ ის თავმოყრილია თითოეულ უჯრედში ძალიან კომპაქტურად. ეს თემა არის სამედიცინო სფეროებში ერთ-ერთი ყველაზე რთული გასაგები და ამავდროულად სულ უფრო აქტუალური. ამიტომ პაციენტის დღევანდელი სტუმარია დოდო აგლაძე, ასოცირებული პროფესორი, პედიატრი, გენეტიკოსი, იშვიათ დაავადებათა მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი, რომელიც დაგვეხმარება საკმაოდ რთული გასაგების სფეროს გაგებაში. დიდი მადლობა ქალბატონ დოდო პირველ რიგში მობრძანებისთვის და სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ დაავადებებამდე, მოდით ჯერ მარტივად აგვიხსნათ რა არის DNM. DNM ძალიან საინტერესო რამ არის. როცა ვცდილობთ ხოლმე მარტივად ავხსნათ, ეს არის რაღაცა ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა, ასე ვთქვათ, რომელიც ჩახვეული არის ჩვენს ქრომოსომაში და ძალიან საინტერესო ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა, იმიტომ რომ ნუკლეოტიდები არსებობს მხოლოდ 4 სახის. და ეს უნიკალური თანმიმდევრობები ქმნის აი ამ გენეტიკურ მასალას, რასაც ქვია DNM-ი. და თითოეულ ნუკლეოტიდს, ანუ 3 ნუკლეოტიდი ერთად ქმნის რაღაც ინფორმაციას, ამას ქვია მაკოდირებელი ნაწილი DNM-ის ჯაჭვისა, რომელიც შემდგომში განსაზღვრავს ამა თუ იმ ცილის წარმოქმნას.
ანუ ცილები წარმოქმნიან შემდეგ უჯრედებს, ქსოვილები ორგანოებს და ასე შემდეგ. საკმაოდ ჩახლართული ძალიან ჩახლართულია და 16000-ზე მეტი გენი არსებობს. ანუ თითოეულ დნმ-ის ჯაჭვზე განთავსებული არის 16000-ზე მეტი გენი, რაც ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა, და თითოეულ გენს რაღაცა თავისი პასუხისმგებლობა გააჩნია. კიდევ ერთი ესეთი ზოგადი კითხვა ჯერ რაც მაინტერესებს და აუცილებლად უნდა გისვათ, ძალიან ბევრჯერ გამიგია ტერმინი დნმ-ის წაკითხვა. აი როგორ ხდება? შეიძლება ეს დნმ-ის წაკითხვა, კი ბატონო, ასე ქვია, ასე ალბათ უფრო ჩვენ ვეძახით სინამდვილეში სამედიცინო ენაზე სეკვენირება ქვია. იმიტომ რომ რა თქმა უნდა არსებობს ანალიზი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია აი ეს ნუკლეოტიდური თანმიმდევრობები განსაზღვროთ და ვიცოდეთ, ანუ რა თანმიმდევრობებისგან შედგება ჩვენი დნმ-ის ჯაჭვი. პირველად როცა მოხდა აი ეს ზუსტად დნმ-ის წაკითხვა, ეს იყო სადღაც 30 წლის წინ და ეს იყო ადამიანის გენომის პროექტი, რომელშიც ჩართული იყო ასობით სხვადასხვა მეცნიერი იმისთვის რომ მომხდარიყო ერთი დნმ-ის ჯაჭვის წაკითხვა, ანუ ერთი ადამიანის დნმ-ის ჯაჭვის წაკითხვა და მინდა გითხრათ რომ 20 წლიანი პროექტი იყო და მილიარდობით თანხა დაიხარჯა აი ამ პროექტში. თუმცა დღესდღეობით ამის გაკეთება ერთ თვეში არის შესაძლებელი, ხომ? დაიხვეწა სისტემა და ვცდილობთ რა თქმა უნდა რომ სეკვენირება დავარქვათ თვითონ ამ პროცესს და ამის თანმიმდევრობის ცოდნა გვაძლევს საშუალებას რომ ვიცოდეთ რაიმე მუტაცია, ანუ შეცდომა არის თუ არა დნმ-ის ჯაჭვში. კიდევ ერთი ხშირი ფრაზა რაც გვსმენია, ფრაზა არა, უფრო ქმედება ესე ვთქვათ, რაც გვსმენია, ეს არის როცა ესმით გენეტიკური დაავადება პირველ რიგში იწყებენ გახსენებას, ნათესაობის ხაზის, ბებია, ბაბუა და ნუ სადამდე შეუძლიათ და რამდენად ალბათ ლოგიკურიც არის ეს ამის გაკეთება, მაგრამ რამდენად რეალური არის, რომ ეგრე ესე ვთქვათ მიაგნო ჭეშმარიტებას. იცით რა არის გენეტიკური დაავადებები, სიტყვა თვითონ გენეტიკური ნიშნავს ის, რომ ეს დაავადება მიმდინარეობს გენური დეფექტის გამო, ხო? დეფექტი შეიძლება ცოტა ცუდად ჟღერს, სხვა სიტყვა არსებობს მუტაცია ამის შესაფერისი, მაგრამ ძირითადად ამას აღნიშნავს. გენეტიკური ავტომატურად არ ნიშნავს მემკვიდრულს, ასე ვთქვათ. პირველ რიგში არსებობს სპონტანური მუტაციები, მოდი ესე დავარქვათ, როდესაც მე შეიძლება ვიყო პირველი ადამიანი ჩემ ოჯახში, ვისთანაც განვითარდება ჩემი დნმ-ის გადაწერის პროცესში, ძირითადად განაყოფიერების პროცესში ხდება ხოლმე ეს პროცესი, რაღაც არასწორად გადაიწერება დნმ-ის ჯაჭვში და უკვე მე შეიძლება ვიყო პირველი ადამიანი ჩემ ოჯახში, ვისაც ექნება გენეტიკური დაავადება და შემდეგ მე უკვე შესაძლებელია რომ გადავსწე ის ჩემს შთამომავლობას. რასაც თქვენ გულისხმობთ, ალბათ ეს არის რეცესიული ტიპის დაავადებები, რომელიც დროსაც ადამიანი სრულიად ჯამრთელია, პრინციპში არც იცის რომ რამის მტარებელია, მაგრამ თუ მეწყვილეც, ანუ მეორე ნახევარით შეხვდება მაინდა-მაინც ზუსტად იგივე გენის მტარებელი, ასეთ შემთხვევაში 25% შანსი არის იმისა, რომ მათ შთამომავლობას გამოუვლინდეს რაღაც კონკრეტული დაავადება, ხო, რომლის მტარებელიც არის წყვილი. აი, ასეთ შემთხვევაში მე ხშირად მაქვს ხოლმე, რომ როცა პაციენტი მოდის და გენეტიკურ კონსულტაციას ვატარებთ, რა თქმა უნდა, პირველი იწყება გამორკვევით. შეკითხვები არის, რომ აი უფრო ვისი ბრალია, უფრო საიდან მოდის, ხშირად მისვავენ ხოლმე ბებია-ბაბუები ამ შეკითხვებს, არ ვიცი ეს რასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მე ხშირად ასევე მაქვს ხოლმე, რომ როცა ეტყვი, რომ ეს დამახასიათებელია ამ დაავადებისთვის, ხო, მეტყვიან ხოლმე ძალიან სწრაფად, რომ ეს მაგალითად მამასაც ესეთი ყურის ფორმა აქვს, ან თვალის ჭრილი უგავს ბებიას. რა თქმა უნდა, ხდება ესეთი რაღაცები, გამორკვევას იწყებენ, მაგრამ რამდენი თაობას არ უნდა ვიცოდეთ, ძალიან რთულია. მიუხედავად თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნუ აი რამდენი თაობა შეგვიძლია რომ გავყვეთ, ხო? ეს ფაქტიურად შეუძლებელია, რომ ასე მით უმეტეს ბევრს ყავს პატარა ასაკში გარდაცვლილი, ვთქვათ, ეს იქნება ბაბუის ბაბუოთ. მაშინ მედიცინა არ იყო განვითარებული და რას მივაწეროთ, ეს არც ვიცით. კარგად რომ ჩავეკითხებით ხოლმე, ზოგჯერ არის ესეთი შემთხვევები კი, რომ ყოფილა. თქვენ შეხედეთ, აი მაგ სფეროში, ესე ვთქვათ, მაგ პრობლემის ირგვლივ არის ესეთი ტერმინი მშობლების შეუთავსებლობა, რაც ასევე მე ყოველ შემთხვევაში გამიგია და რას ნიშნავს ეს ტერმინი და საერთოდ სწორი არის ესეთი ტერმინი? მართალი რომ გითხრათ, მე ესეთი ტერმინი არ მსმენია.
და არ ვთვლი რომ ეს სწორი ტერმინია, ან არსებობს ეს ტერმინი. შეუთავსებლობა ასეთი რაღაცა არ არსებობს. ერთადერთი თუ გენეტიკას ვეხებით, შეიძლება იყოს ზუსტად აი ერთი და იგივე გენეტიკის მტარებლობა, რაც შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ასეთი ტიპის რეცესიული დამოუკიდრების დაავადებები შეიძლება წყვილთან გამოვლინდეს. თუმცა დღესდღეობით ამის საშუალებაც არის, რომ წყვილი წინასწარ გამოვიკვლიოთ ხოლმე, ახლა ახალგაზრდები უფრო მეტად და მეტად იტარებენ ასეთი ტიპის ანალიზებს, იმიტომ რომ ცნობიერება საკმაოდ ამაღლებული არის მათში აი ამ პრობლემების შესახებ და წინასწარ შეგვიძლია განსაზღვროთ თუ წყვილი რომელი დაავადებების მტარებელი შეიძლება იყოს და როგორი უხეშად რო ვთქვათ კომბინაციები შეიძლება გათამაშდეს. პირადი ესე ვთქვათ კითხვა რაც მე გამაჩნია ამ ისევ მშობლებთან დაკავშირებით და ბავშვებთან დაკავშირებით არის რომ ნუ წარმოუდგენლად ხშირად თქვენს აღნიშნეთ რომ ძალიან უყვართ დამნაშავის პოვნა ესე ვთქვათ და ნუ როდესაც მსგავსება ფიზიკურია და ფიზიოლოგიური მარტივია რომ მიხვდები რომ გავს მშობელს, მაგრამ ნამდვილად გადადის გენით ჩვევები ან თუნდაც ხასიათის ტიპი ან ემოციურობის ტიპი, აი ესეთი ისენი გენეტიკით გადადის? იცით რა არის ძალიან რთული სათქმელია ჩვენ გენეტიკოსებს გვჯერა რომ 90% ადამიანისა არის გენეტიკა. და მათ შორის ვფიქრობთ, რომ ჩვევებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გენეტიკასთან. თუმცა ამის დაზუსტებით თქვა ძალიან რთულია და არანაირი კლინიკური ან სხვა კვლევები ჩატარებული არ არის, რაც ამას დაამტკიცებდა. 10% არის ყველაფერი, რაც უკვე შემდეგ შევიძინეთ. იმიტომ კითხეთ, რომ პირადად მე არ ვიცი, ჩემ თავს ვაჯერებ ყოველ შემთხვევაში, რომ გენეტიკის გამო არის, რომ ერთ და იგივე პოზაში გვზინავს მე და ჩემს ვაჟის. შესაძლებელია. შეიძლება დამთხოვა, მაგრამ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ანუ ვერ ვიტყვი რომ არა. ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარყოფ. ესე იგი თამამად შემიძლია უკვე ამის თქმა და გაჟღერება. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც არის სკრინინგი. ტესტირება და ზოგადად იმის გაგება ჯერ პირველ რიგში ჩვენ რა დაავადების მატარებელი შეიძლება ვიყოთ ისე რომ არც ვიცოდეთ რაც სრულიად რეალური და ნორმალური არის სამყაროში და ბუნებაში რომ ეს ესე მოხდეს. აი როგორ შეიძლება ახლა ცოტა დიდი თემა არის და ამ თემაში ცოტა ღრმად ჩავიდეთ და აი სკრინინგის თემაში ვასწავლოთ ჩვენს მაყურებელს და მე ძალიან მაინტერესებს რა ნაბიჯები, რა დაავადებები არის უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც უფრო საკონტროლოა, უფრო მარტივი გამოსარკვევია და ასე შემდეგ რა აი ну თან თქვენ ამ პროგრამის ხელმძღვანელით ბრძანდები და უფრო კარგად ჩაგვეხედოთ. ვისაუბროთ სკრინინგზე. სკრინინგზე საუბარი მე ძალიან მიყვარს და არასდროს არ მბეზრდება. ამიტომ როცა არ უნდა შემეკითხონ ხოლმე სკრინინგის შესახებ, ყოველთვის რაღაცა გულანთებული ვპასუხობ, რომ სკრინინგი ეს არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი ყველა სახელმწიფოსი და მათ შორის ჩვენი სახელმწიფოსი. სკრინინგი თავისთავად გვეუბნება სიტყვა ხომ სკრინინგი რას ნიშნავს? ჯანმრთელი პოპულაციის კვლევა იმისთვის, რომ ვიპოვოთ დაავადებული ადამიანი. თქვენ ალბათ რაზეც დაიწყეთ და წამოიწყეთ ახლა საუბარი, ეხება ნეონატალურ სკრინინგს, ხო, ახალშობილთა სკრინინგს, მე როგორც ხვდები, იმიტომ რომ სკრინინგი ბევრნაირი არსებობს, რა თქმა უნდა, გენეტიკური დაავადებებში სკრინინგი შეიძლება იყოს, აი რაც ცოტა ხნის წინ ვახსენეთ, მაგალითად, როცა წყვილი იკეთებს წინასწარ ანალიზს, რაიმე გენეტიკური დაავადების მტარებელი არის თუ არა, ესეც შეიძლება, რომ სკრინინგის ნაწილად განვიხილოთ. თუმცა თუ ვისაუბრებთ ნეონატალურ სკრინინგზე, ანუ ახალშობილთა სკრინინგზე, ასეთ შემთხვევაში საქართველოში დღესდღეობით, რაც შემიძლია გითხრათ, 6 დაავადებაზე ხდება სკრინინგი. 3 დაავადება უფრო ადრე ჩაერთო პროგრამაში და 2025 წლის ნოემბრიდან გაფართოვდა ჩვენი სკრინინგი, სახელმწიფო სკრინინგი და ახლა უკვე გახდა 6 დაავადება. ერთი დეტალიც მინდა აღვნიშნო, რომ აჭარაში მაგალითად სკრინინგი კეთდება 58 დაავადებაზე. ეს მათი უკვე პროგრამა არის ჯანდაცვის სამინისტროსი და ყველა ახალშობილი გარდა იმ 6 დაავადებისა, რომელსაც ანუ მთელი საქართველოში კეთდება სკრინინგი, იქ კიდე უფრო გაღრმავებულია და 58 დაავადებაზე აკეთებენ სკრინინგს. კიდევ საინტერესო ფაქტი ახლა სკრინინგის შესახებ, რაც მაყურებელს შეიძლება დაინტერესოს და საინტერესო იყოს, ანუ ორსულისთვის პირობითად ან ადამიანისთვის, რომელიც ელოდება პატარას, ვფიქრობ, რომ ყურადღება უნდა მიაქციონ აუცილებლად სკრინინგის აღების დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სკრინინგი ჩატარებული უნდა იყოს დაბადებიდან 48-72 საათის განმავლობაში. არც უფრო ადრე, არც უფრო გვიან. ამიტომ აი სწორად აღებული სკრინინგი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გქონდეს და მივიღოთ სწორი პასუხი.
ანტენატალურ პერიოდში გაკეთებულ სკრინინგზე, ანუ ორსულობის დროს რა შეიძლება გაკეთდეს? ორსულობის დროს სახელმწიფოს აქაც აქვს სკრინინგის შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, და სამაგ ტესტს ვეძახით, ბიოქიმიური ანალიზია, რომელიც ორსულს ვუღებთ ვენიდან, სადღაც 15-16 კვირის ორსულობაზე და სამი ბიოქიმიური მაჩვენებლის გაზომვა ხდება. ყველა ორსულს საქართველოს ფარგლებში უფასოდ ეკუთვნის ეს ტესტი. თუ იქ რაიმე ცვლილება იქნება, შემდეგ უკვე პაციენტს, ანუ ორსულს ასეთ შემთხვევაში, უფასოდ შეეთავაზება პრენატალური დიაგნოსტიკის ჩატარება ამნიოცენტეზით, რომ გამოვიკვლიოთ ნაყოფს რაიმე ქრომოსომული დაავადება აქვს თუ არა აქვს, რომ შესაბამისად მშობელმა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, უნდა თუ არა ორსულობის გაგრძელება. აი, ამის საშუალება დღესდღეობით გვაქვს საქართველოში და ეს პროცედურები, ასე ვთქვათ, უფასო არის. მოდით გიხდით ჩაგეძებთ. ესე იგი, ორსულობის დროს გაკეთებული გენეტიკური ტესტი გვაჩვენებს რა სახის რისკები შეიძლება გამოჩნდეს და ამ რისკების უხეშად რო ვთქვათ პროცენტულობა, ასე ვთქვათ, ალბათობის მაჩვენებელსაც გვეუბნება? თუ საუბრობთ ამნიოცენტეზზე და ამნიოცენტეზი ეს არის საშუალოსთან ღრუდან ამოღებულ სითხეში, ამნიონურ სითხეში ქრომოსომების გამოკვლევა, რომელიც ნაყოფს ეკუთვნის. ასეთ შემთხვევაში 100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, ხო, პირობითად ავიღოთ დაუნის სინდრომი. დაუნის სინდრომზე გამოკვლევა შესაძლებელია სრულიად და შეგვიძლია ორსულობის პატარა ვადაზე ვიცოდეთ ამის შესახებ. მაგრამ თქვენ რაც იგულისხმეთ, მე მგონია, რომ თქვენ საუბრობთ ახლა პრენატალურ დიაგნოსტიკაზე, რომლის დროსაც დედის სისხლიდან დედის სისხლს იღებენ, ასე ვთქვათ, ვენურ სისხლს, იქ პოულობენ ნაყოფის უჯრედებს, სისხლის უჯრედებს, იქიდან გამოყოფენ გენეტიკურ მასალას და აი ეს არის სასკრინინგო ტესტი და უკვე გვეუბნებიან რამხელა შეიძლება იყოს რისკი იმ ნაყოფისა, რომელზეც ორსულად ვართ, აქვს თუ არა რაიმე ქრომოსომული ან გენეტიკური დაავადება. ესეც არსებობს, ესეთი ტიპის გამოკვლევები და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ორსულობის მე-9 კვირიდან უკვე შესაძლებელია, რომ ვიცოდეთ ამის შესახებ. და რა თქმა უნდა, ასეთი ტესტები არსებობს და ძალიან ბევრი ორსული ქალბატონი მიმართავს, ასე ვთქვათ, ექიმებს ზუსტად იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ტესტები ჩაიტაროს. მაგრამ ეს არის სასკრინინგო ტესტი, არა სადიაგნოსტიკო ტესტი. მოდით ამაზე შევთანხმდეთ, იმიტომ რომ შეცდომაში არ შევიყვანოთ მაყურებელი. სასკრინინგო ნიშნავს იმას, რომ თუ პასუხი მოვიდა და ანუ აღებიდან 2 კვირაში გვაქვს ხოლმე პასუხი და რაიმეზე არის საეჭვო ნაყოფი, ასეთ შემთხვევაში მაინც აუცილებელია, რომ დადასტურება მოხდეს უკვე ამნიოცენტეზის გზით. და დიაგნოსტიკური ტესტირება რა შემთხვევაში კეთდება? როდესაც არის უფრო მაღალი რისკი, რომ დაავადება იყოს და ნაყოფს წინასწარ ამოწმებენ? რა თქმა უნდა, როდესაც არის რისკი იმისა, რომ ნაყოფს აქვს ესა თუ ის ქრომოსომული დაავადება ან გენეტიკური დაავადება, შემდეგ რა თქმა უნდა, ამნიოცენტეზით ხდება დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება, რომელიც უკვე 100%-იან სიზუსტით გვეუბნება ნაყოფს აქვს თუ არა ის ქრომოსომული ან გენეტიკური დაავადება. ზოგადად ჩვენ ამას ვიყენებთ არა მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირველი ორსულობა, ხშირ შემთხვევაში ვიყენებთ ხოლმე, მაგალითად, როცა ოჯახს უკვე ყავს ერთი შვილი, რომელსაც აქვს რაღაც კონკრეტული გენეტიკური დაავადება და აინტერესებთ წინასწარ, თქვათ, რა იქნება მომავალში, ანუ ამ შემთხვევაშიც თუ დადგა მეორე ორსულობა არის თუ არა ნაყოფთან იგივე დაავადება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამას ვეძახით ჩვენ ოჯახის დაგეგმვის მიზნით. შეგვიძლია, როგორც თქვენ თქვით, 6 დაავადება არის, რომელსაც ჩვენ პროგრამით, სახელმწიფო პროგრამით კონტროლდება დღესდღეობით და ყველაზე ხშირი შემთხვევები რისი ხდება? იცით რა არის სიხშირის მიხედვით ყველაზე პირველი სკრინინგში ჩაერთო ფენილკეტონური არის ესეთი დაავადება. ეს არის ფენილალანი ჰიდროქსილაზის გენი არსებობს ესეთი და ამ გენის დეფექტის გამო არ ხდება ფენილალანი ერთ-ერთი ამინომჟავა და მისი დაშლა ორგანიზმში და თუ დიდი რაოდენობით არის სისხლში
გამოიწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას და სამწუხაროდ ასეთ პაციენტებს განუვითარდებათ გონებრივი ეტაპების შეფერხება და ასევე სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომატიკის გაუარესება. და სწორედ ფენილკეტონურია დაემატა სავალდებულო სკრინინგის პროგრამაში 2003 წლიდან და ყველაზე მეტი პაციენტიც ზუსტად ყავს ფენილკეტონურით. ანუ სიხშირის მიხედვით ყველაზე ხშირი იშვიათი დაავადება საქართველოში, ნუ რაზეც ხდება სკრინინგი, რა თქმა უნდა, ხო ჩვენ აქედან გამოვდივართ, არის ფენილკეტონურია. მას ფაქტიურად უსწორდება ცისტური ფიბროზი. ეს არის მეორე ყველაზე უფრო ხშირი გენეტიკური დაავადება და მისი დიაგნოსტიკაც სკრინინგის ფარგლებში ხდება. თუმცა ცისტური ფიბროზის შემდეგ დაემატა 2009 წელს საპილოტო პროგრამაში დაემატა და 2012 წლიდან უკვე მოიცვა ასევე მთელი საქართველო. თანდაყოლილი ჰიპოტირეოზი ასევე ერთ-ერთი გენეტიკური დაავადება, რომელსაც სკრინინგს ვატარებთ და არც ის არის იშვიათი. ფეხდაფეხ მოყვება უკვე აი ამ ორ დაავადებას. და დანარჩენებს რაც შეეხება, ეხლა ამ ეტაპზე სკრინინგი რაც დაიწყო, ძალიან ცოტა დრო არის გასული იმისთვის, რომ რაღაცა სტატისტიკური მაჩვენებელი გამოვიყვანოთ, ან ვიცოდეთ ზუსტად რამოდენიმე წელი მაინც უნდა გავიდეს იმისთვის, რომ დავითვალოთ და სიხშირით გვხდება ის. კიდევ ერთი საინტერესო რამ არის სიმპტომატიკა, ასე ვთქვათ. და ხშირ შემთხვევაში შეიძლება სიმპტომატიკა მიყუჩებული იყოს, ან ძალიან, ესე ვთქვათ, შეუმჩნეველი იყოს ისეთ თვალისთვის, არაპროფესიონალური თვალისთვის. აი, რა შეიძლება ისეთი გენეტიკური დაავადებები გამოვყოთ, რომლებიც შეიძლება უფრო საყურადღებო იყოს განსაკუთრებით ჩვენთვის, დაუშვათ ჩვენი რეგიონისთვის. იცით რა არის, რა თქმა უნდა, ყველა დაავადება სხვადასხვა პოპულაციებში სხვადასხვა სიხშირით გვხდება, ხომ? შეიძლება ჩვენთვის, ანუ საქართველოში ფენილკეტონურია იყოს ერთ-ერთი ხშირი, მაგრამ იგივე დაავადება ფინეთში გვხდებოს 1-100,000 ახალშობილში და საქართველოში იყოს 1-2,500 ახალშობილში. ხო, რა თქმა უნდა, ესეთი ფლუქტუაცია სიხშირის ახასიათებს პოპულაციებს და სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. მაგრამ ძალიან რთულია ჩემთვის როგორც გენეტიკოსისთვის, მაგალითად, რაღაცა კონკრეტულ სიმპტომატიკაზე რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ნახეთ, არსებობს 700-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელსაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიმდინარეობა ახასიათებთ. ამიტომ პირველი რგოლი სამედიცინო პერსონალის, ეს არის ზოგადი პედიატრი, ნეონატოლოგი. ესენი არიან ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები, ვისთანაც უნდა ხდებოდეს შესაბამისი მონიტორინგი და მაშინვე როგორც კი არის პატარა მაინც გადაცდომა, ვფიქრობ, რომ 21 საუკუნეში უკვე უნდა მივეჩვიეთ, რომ გენეტიკოსიც ექიმია და მასთან კონსულტაცია არის აუცილებელი, იმიტომ რომ მაინც გენეტიკა შედარებით ახალი დარგია, ბოლოს 10 წელია, რაც ესეთი რაღაც ინტენსივობით ვითარდება და რაც დრო გადის, მით უფრო მეტ და მეტ რაღაცას აღმოვაჩენთ ხოლმე და ვფიქრობ, რომ აუცილებლად თუ რაღაცა ისეთი პრობლემა არის და თუნდაც ჩამოვთვალოთ, ხო, აი, როდის არის მნიშვნელოვანი, რომ პაციენტი მოვიდეს გენეტიკოსთან. ერთი შეიძლება ოჯახის დაგეგმვის მიზნით იყოს, ხო? ანუ მეორე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პედიატრიულ ასაკში, როცა ბავშვს აქვს რაღაცა რეკურენტული, ანუ რაღაცა დაავადება, რომელიც ხშირად იჩენს თავს და ერთი და იგივეა, ხო, პირობითად, თუ პნევმონია ბავშვმა გადაიტანა წელიწადში 4-ჯერ, ეს უკვე ცდება ყველანაირ ზღვარს, ხომ? ანუ რატომ ხდება ასე? ამის უკან ხო არ არის რაიმე ისეთი გენეტიკური დაავადება, რომელიც ზუსტად შეიძლება იცვევდეს თუნდაც მარტივ პნევმონიას, რომელიც სულ გამეორდება, იმიტომ რომ ამის უკან დგას გენეტიკური პრობლემა და გენეტიკური დაავადება. ნებისმიერი ეტაპების დაყოვნების დროს. ეხლა ძალიან ხშირად ვსაუბრობთ აუტისტურ სპექტრზე, ხო? აუტისტური სპექტრის უკვე ვიცით, რომ დანამდვილებით სადღაც 200-მდე გენი არის, რომელიც ამ პრობლემას იწვევს, ხომ? აუცილებელია ასეთ შემთხვევაშიც ნებისმიერი ნეიროგანვითარების შეფერხების დროს მოვიკითხოთ გენეტიკოსი, ასე ვთქვათ. ხშირ შემთხვევაში 21 საუკუნის მედიცინაში გენეტიკოსებმა შეიძინეს, ესე მგონია, ძალიან დიდი მნიშვნელობა. კიდევ უხსნენია ესეთი ტერმინი იშვიათი გენეტიკური დაავადება, ხდება მილიონში ერთ ადამიანში და ასე შემდეგ. რამდენი შეიძლება იყოს, ნუ შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, მაგრამ გამოსარჩევი რამდენი არის დაავადება? კი ბატონო, საერთოდ იშვიათი გენეტიკური დაავადება ეს ტერმინი
როგორ არის იცით, ანუ იშვიათი დაავადებების 90%-ზე მეტი არის გენეტიკური გენეზის, ხო? ეს ერთი ფაქტი. მეორე, საქართველოში ჩვენ გვაქვს ჩვენი დეფინიცია, ანუ რას ვეძახით იშვიათ დაავადებას. იშვიათი დაავადება ეს არის დაავადება, რომელიც გვხვდება იმ პოპულაციაში რო ავიღოთ 1-2000-ში, ან უფრო ნაკლებ ადამიანზე. ანუ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს კონკრეტული დაავადება მიეკუთვნება იშვიათ დაავადებათა რიცხვს. თუმცა, რა თქმა უნდა, მე როგორც მაგალითად იშვიათ დაავადების პროგრამაში მომუშავე ადამიანი, ხო? მე მაქვს ნოზოლოგიები, რომელშიც ვყავს 300 პაციენტი მაგალითად და არის ნოზოლოგიები, რომლებიც არის მთელ საქართველოში 2 პაციენტი ან 1 პაციენტი. ასეთი დაავადებების ძალიან ულტრა იშვიათი დაავადებებიც გვხვდება, რა თქმა უნდა. და სხვადასხვანაირია. დეფინიცია ასეთია, ასე ვთქვათ. ნოზოლოგია რო განვიმარტოთ? ნოზოლოგია თქვენ გაინტერესებთ რომელი კონკრეტულად არა იგულისხმეთ, ანუ ჯგუფი არის ერთგვარი? არა, ჯგუფი არ არის, ვერ ვიტყვით და ნახეთ ჩვენ ვთქვით დასაწყისში, რომ 16000-ზე მეტი გენია და ეს 16000 გენი ყველა სხვადასხვა რაღაცაზე არის პასუხისმგებელი. ანუ რომ დავაჯგუფოთ, ანუ ეს გენეტიკური დაავადებები, ზოგი შეიძლება იყოს მაგალითად მიდრეკილება რაღაც დაავადების მიმართ, ხო? მაგალითად კიბოს განვითარების მიდრეკილება თუ გვაქვს, ხო? ანჯელინა ჯოლის მაგალითი არის ძალიან ისეთი, რა ქვია, სულ ამას ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ წინასწარ შეგვიძლია განსაზღვროთ მაგალითად ადამიანი მიდრეკილი არის თუ არა, რომ განვითარდეს რაღაცა ავთვისებიანი სიმსივნური პროცესი, ხო? ესეც გენეტიკურია, ხო? თუმცა არც ისეთი იშვიათია. არსებობს კიდე აი როგორ გითხრათ, მეტაბოლური დაავადებების ჯგუფი, რომელიც სულ სხვა რაღაცა არის, ხო? და მეტაბოლიზმში ჩართული შეიძლება იყოს მეტაბოლიზმი იმისთვის, რომ სწორად წარიმართებოდეს, შეიძლება ჩართული იყოს მასში რაღაცა 200-300 სხვადასხვა გენი და მეტაბოლური დაავადებებიც კი თითქოს ერთ ჯგუფში არის მოქცეული, მაგრამ მათ შორისაც კი აი როგორც სადა დედამიწა ისეთი დიდი განსხვავებები შეიძლება იყოს. ამიტომ ძალიან რთულია რომ რაღაცნაირად დააჯგუფო ეს გენეტიკური დაავადებები. ნამდვილად საინტერესო არის. ჩვენთან მაინც უშუალო დაავადებებს თუ ავიღებთ, საკმაოდ გავრცელებული არის, ვიცით, გულსიზღვრთა დაავადებები. და ასევე მაგალითად იგივე დიაბეტი, რომელიც საკმაოდ გავრცელებული არის, იგივე სიმსივნე თქვენ ახსენეთ. ამათგან აი ყველაზე გავრცელებული დაავადებებისგან თუ შეიძლება ვთქვათ, რომ შეიძლება იყოს გენეტიკური დაავადება ამის უკანაც. მაგალითად გულსიზრხვა დაავადებებზე თუ ვსაუბრობთ, არის ასეთი 3 გენი, რომელიც პასუხისმგებელი არის თრომბის წარმოქმნაზე, ასე ვთქვათ და თრომბოზის მიმართ მიდრეკილებას ვეძახით ხოლმე და ამაზე გამოკვლევა შეუძლია ყველა ადამიანს. ამის შესახებ ამ ბოლო დროს უფრო ხშირად არის საუბარი და აღმოჩნდა, რომ ქალბატონებს, ვისაც აქვთ ამ გენების მუტაცია, ორსულობაში ექნებათ ხოლმე პრობლემა და ხშირად აქვთ შეწყვეტილი ორსულობები. იმიტომ რომ ხდება ხოლმე აი ამ თრომბის წარმოქმნასთან დაკავშირებული ციკლის პრობლემის გამო ნაყოფისში სისხლძარღვების ჩათრომბვა და ამის გამო შეწყვეტილი ორსულობები. ითვლება, რომ მოსახლეობის გაგიკვირდება და 1%-ს აი აქვს აი ამ 3-დან ერთ-ერთი გენის მუტაცია. და ახლა გინეკოლოგებს და რეპროდუქტოლოგებს შორის არის უფრო ცნობიერება ამაღლებული აი ამის მიმართ, აი ამ ანალიზის მიმართ და თუ სპონტანური აბორტი მოხდა 2 ან 3, ამ შემთხვევაში ყველა ქალბატონს უნიშნავენ ხოლმე აი ამ ანალიზს და შემდეგ უკვე ირკვევა თუ არის ქალბატონი დავუშვათ აი აქვს ამ გენის მუტაცია, ასეთ შემთხვევაში სხვანაირად ხდება მთელი ორსულობის მართვა. სისხლის გამათხიერებელ პრეპარატებზე არიან ხოლმე ასეთი ქალბატონები, რომ ორსულობის დროს არ მოხდეს თრომბის განვითარება და ნაყოფის დათრომბვა მაგალითად. იგივე შემიძლია ვთქვა დიაბეტზე. დიაბეტიც არის ფორმები, რომლებიც გენეტიკური არის. და გენური დეფექტის გამო არის გამოწვეული და არსებობს ესეთი პანელური კვლევები, შეგვიძლია გამოვიკვლიოთ მაგალითად მთელი ჩვენი გენეტიკური მასალა, ან შეგვიძლია პანელურად გამოვიკვლიოთ მაგალითად მხოლოდ ის გენები, რომლებიც პასუხისმგებელი არის დიაბეტის წარმოქმნაზე. ხა მე არ მინდა ისე წარმოვაჩინო, რომ ყველაფერი გენეტიკურია. არა, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც დამოკიდებული არის თითქოს ცხოვრების წესზე და იმაზე თუ როგორ ვიკვებებით და რა თქმა უნდა, თუმცა ბევრიც გენეტიკაზეა დამოკიდებული. საქართველოში გავრცელებულია კიდე მოვიძიე ცისტური ფიბროზი. ცისტური ფიბროზი
ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან ისეთი ახლო დაავადება, იმიტომ რომ 90 პედიატრიული ასაკის პაციენტი მყავს ამ დაავადებით და 90-ვე იმართება ჩვენს კლინიკაში. ცისტური ფიბროზი ეს არის დაავადება, რომლის დროსაც არსებობს გენი და ამ გენში არსებობს მუტაცია და ამ მუტაციის გამო მარტივად რო აგიხსნათ რაც ხდება, არის ის რომ ლორწოს გათხიერება არ ხდება ორგანიზმში. და ეს ლორწო არის ყველგან, სადაც არის ლორწოვანი გარსი და იმიტომ რომ ეს სქელი ლორწოთი ამოფენილი არის სასუნთქი გზები, ამ სქელი ლორწოსგან მისი დაცლა არის ფაქტიურად შეუძლებელი. იქ იქმნება ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ გამრავლდნენ ბაქტერიები და ასეთ ბავშვებს ახასიათებთ ხშირი ავადობა. სამწუხაროდ ერთი ალბათ 30 წლის წინ პედიატრიული ასაკის დაავადებად მიიჩნეოდა ცისტური ფიბროზი, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად თუ მიაღწევდა პაციენტის დასრულობას, ვისაც ჰქონდა ცისტური ფიბროზი. თუმცა ახლა დღესდღეობით ძალიან კარგი პრეპარატების ხარჯზე, იმის ხარჯზე რომ დაიხვეწა და მოგონილ იქნა ახალი ტიპის ანტიბიოტიკები, იმის გამო რომ ეს პაციენტები გადავიყვანეთ ფერმენტის ჩანაცვლებით თერაპიაზე, რა თქმა უნდა, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზრდილია და დღესდღეობით ევროპაში სადღაც საშუალოდ არის 42 წელი. თუმცა 42 წელიც არ არის ხანგრძლივი მოგეხსენებათ და სულ რამოდენიმე წლის წინ დარეგისტრირდა ახალი არაჩვეულებრივი პრეპარატები, რომელსაც ქვია მოდულატორები, ცისტური ფიბროზის ცილის მოდულატორები ქვია ამ პრეპარატებს და ამ პრეპარატების ფონზე ითვლება, რომ თუ ძალიან პატარა ასაკში დავიწყეთ მკურნალობა, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუტოლდება ჯანმრთელი პოპულაციის სიცოცხლის ხანგრძლივობას. თუმცა აქაც გენეტიკამდე დავდივართ და ძალიან საინტერესო ფაქტი არის ის, რომ იმისთვის რომ ეს პრეპარატები მიიღოს და შენზე გქონდეს დადებითი ეფექტი, ამისთვის უნდა გქონდეს სპეციფიური გენოტიპი. და ეს რას ნიშნავს? რაღაცა კონკრეტული მუტაციები უნდა გქონდეს იმისთვის, რომ დადებითად იმოქმედოს ამ პრეპარატებმა. და საქართველოში ევროპისგან ცოტა განსხვავებული მუტაციები ჭარბობს. ამიტომ სამწუხაროდ ჩვენი პაციენტების მხოლოდ ნახევარი შეესაბამება ასეთ მკურნალობას და მეორე ნახევარი რომც გქონდეს ეს პრეპარატი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არის და პაციენტებს ამას ძალიან ითხოვენ, რა თქმა უნდა და იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენ სახელმწიფო პროგრამაში დაემატება, რომც გქონდეს, მაინც გვეყოლება პაციენტების 50%, რომელსაც ამ პრეპარატებით ვერ ვიმკურნალებთ. შემდეგ ეს რო თქვა დაავადება კიდევ რაც მინდა და მაინც ცალკე გვესაუბრა არის დაუნის სინდრომი, რაც ასევე არ არის ძალიან იშვიათი, მაგრამ ნელ-ნელა უფრო და უფრო ხშირი ხდება თითქოს ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო, დაუნის სინდრომს რაც შეეხება, ის არ მიეკუთვნება იშვიათ დაავადებათა რიცხვს. ეს არ არის გენეტიკური, ასე ვთქვათ, ასეთ დაავადებებს ქვია ქრომოსომული დაავადება და ეს არის ქრომოსომების რაოდენობრივი აბერაციის, ანუ ქრომოსომების რაოდენობის დარღვევით გამოწვეული დაავადება. მას როგორც ვისაუბრეთ, ანუ დასაწყისში იმისთვის, რომ დაუნის სინდრომის ადრეული დიაგნოსტიკა მოხდეს ორსულობის პერიოდში, საქართველოში ტარდება რამოდენიმე სახის, დიაგნოსტიკა და სკრინინგი. თუმცა ყოველთვის სამწუხაროდ არ ხდება ხოლმე გამოვლინება ამ დაავადების და გამოვლინება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე დაიბადება ბავშვი და ეს სტიგმატური ზუსტად რაც ახასიათებს, დამახასიათებელი ვიზუალი უკვე გამოვლინდება და მერე ვიწყებთ იმაზე ფიქრს, სად იყო პრობლემა ვთქვათ, რატო იქამდე ვერ მივხვდით ამას, რატომ გამოეპარა ეს სკრინინგს და ასე შემდეგ. დაავადება, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რაც ზოგადად ვიცით, რომ პრობლემები ახასიათებს, გარდა ამისა ძალიან საყურადღებო არის ასეთი პაციენტებისთვის, მაგალითად, ფარისებური ჯირკვალი, მისი ჰორმონები, ხშირად იბადებიან ხოლმე დაუნის სინდრომის პაციენტები. თანდაყოლილი მანკებით, რაც ძალიან საყურადღებოა, ახასიათებთ ჰიპოტონია და ამის გამო, რა თქმა უნდა, აგვიანებენ განვითარების ეტაპებს. საქართველოში პროგრამა არსებობს
ასეთი პაციენტებისთვის და რაღაცა ელემენტარული, როგორ გითხრათ, პენსია არსებობს, რომელიც შეუძლიათ რომ მათ მიიღონ, ასე ვთქვათ. თუმცა მაინც საყურადღებოა დაავადება და როგორ გითხრათ, ბევრ ზრუნვას მოითხოვს. შესაძლებელია მისი გამომწვევი მიზეზებზე საუბარი, გამოყოფა რაიმე ის? ადრე იყო დრო, რომ ვაბრალებდით ხოლმე მშობლის ასაკს. და ძალიან ბევრი წლების განმავლობაში ეს იყო რაღაცა ფაქტივით, რომ მაინც და მაინც, რაღაცა ასაკობრივი კატეგორია ქალბატონებისა იყვნენ რისკ ჯგუფში, რომ ყოლოდათ დაუნის სინდრომის მქონე შვილები. თუმცა მე რასაც ვაკვირდები, დღესდღეობით ეს ფონი საერთოდ წაშლილია და ვეღარ ვიტყვით ესე, რომ მხოლოდ ამაზე არის დამოკიდებული. არა, რა თქმა უნდა, მე ყოლია პაციენტები 20 წლის, 22 წლის გოგონები, ვისაც ყავთ შვილები დაუნის სინდრომით და ძალიან რთულია, რომ ვთქვათ, რაღაცა კონკრეტული ერთი მიზეზი რისი ბრალია. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ უფრო ხშირად გვხდება, ვიდრე ადრე გვხდებოდა. უბრალოდ მგონია, რომ ნაკლებად სტიგმატური გახდა საზოგადოება, უფრო ღია გახდა ასეთი შემთხვევების მიმართ და როგორც ბევრი წლების წინ ხდებოდა ხოლმე, ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების დამალვა ხდებოდა, ვთქვათ, ეს რომ აღარ არის და რაც ცნობიერება ამაღლდა და ვცდილობთ რომ ინტეგრირებულები იყვნენ ისინი საზოგადოებაში ბოლომდე, ვფიქრობ რომ ამას უბრალოდ გამოაჩინა ბევრი პაციენტი და უფრო ხშირად ხვდებით, ასე ვთქვათ. ამ ესე ვთქვათ ცოტა სევდიან ნოტას ადრეული გენეტიკური მეტაბოლური დაავადებებზეც რო ვისაუბროთ და ნელა დავასრულოთ, ესეც საკმაოდ ისეთი გავრცელებული არის, შეიძლება ითქვას. მეტაბოლური დაავადებები არის ძალიან გავრცელებული, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ალბათ გენეტიკური დაავადებებიდან და მათი ყველაზე ხშირი წარმომადგენელი არის, როგორც ვთქვით, ფენილკეტონურია. ფენილკეტონურია თავისთავად გვხვდება 1-3,000 ახალშობილში, და ესეთი სიხშირით და მისი ადრეული დიაგნოსტიკა და გამოვლინება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ თუ გამოგრჩა პაციენტი და სკრინინგს გამოეპარა, მოდი ესე დავარქვათ, გაპარულ პაციენტებს ვეძახით ხოლმე ჩვენ ასეთ მდგომარეობას, როცა ვერ ხდება სკრინინგის მიერ აი ამ პაციენტის ანალიზში, ვთქვათ, დადებითი მაჩვენებლის მიღება, არ ხდება პაციენტის ინფორმირება იმის შესახებ, რომ ფენილალანი მომატებულია და შემდეგ უკვე ასეთი პაციენტები გვიან ხდება მათი დიაგნოსტიკა. არის დაავადებები, რომლისთვისაც შეიძლება ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იყოს, რომ აი პირველივე კვირას მოხდეს დიაგნოსტიკა და პირველ 2 კვირაში. თუმცა ფენილკეტონური არის ისეთი დაავადება, რომელიც რაც უფრო ადრე არის გამოვლინებული, მით უფრო უკეთესი იქნება გამოსავალი. და ჩვენთან საქართველოში ჯერ კიდე არსებობს ისეთი შემთხვევები, როცა ხდება სამწუხაროდ ამას ცრუ არ ყოფითი შემთხვევები ქვია, როდესაც სკრინინგი ვერ გამოავლენს პაციენტს და შემდეგ უკვე იწყება პაციენტის ოდისეა, დადის სხვადასხვა ექიმებში, იწყება ნევროლოგიური პროცესების ჩართვა, სხვა მეტაბოლური დაავადებების დროსაც, სხვათა შორის არა მხოლოდ ფენილკეტონურის დროს, ეს შეიძლება იყოს მაგალითად გალაქტოზემია. გალაქტოზემიაც, თუ არის ჭეშმარიტი გალაქტოზემია, ძალიან მძიმე ეტაპების დაყოვნებას იწყებს. შემდეგ იწყება ერთი ნევროლოგიდან მეორესთან, მესამესთან, ესე დავდივართ წრეზე და მერე რაღაც მომენტში მოხდება ხოლმე ასეთი პაციენტი გენეტიკოსთან, ან თვითონვე გააკეთებენ თქვათ ანალიზს და უკვე ხდება დიაგნოზის დადასტურება, მაგრამ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ვერ ვახერხებთ ხოლმე, რომ რაიმე დადებითი სკენ წავიყვანოთ მდგომარეობა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში უკვე გვიან შემთხვევებში აღარ გვაქვს მდგომარეობის გაუმჯობესება და ძალიან რთული არის რომ პირვანდელ მდგომარეობაში დავაბრუნოთ პაციენტი. რაც დაზიანებულია, უკვე დაზიანებულია და მისი აღდგენა ფაქტიურად აღარ ხდება ხოლმე. კიდევ ერთი დაავადება, რომელზეც აუცილებლად უნდა გკითხოთ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი 100%-ით არ ვარ დარწმუნებული, ახლა ჩემთვის გენეტიკურია თუ არა, მაგრამ ალცჰაიმერია, რომელიც მე პირადად მაშინებს, იმიტომ რომ მქონდა წინაპრებში, ესე იგი ამის შემთხვევები უშუალოდ მამაჩემსაც
ბებიასაც და მაქვს თუ არა რამე საშუალება რომ წინასწარ გავიგო მაქვს თუ არა მისკენ მიდრეკილება. ნუ ალბათ მაქვს, მაგრამ იცით რა არის ეს ხშირად დასმული შეკითხვაა, ასე ვთქვათ, ბევრს აინტერესებს ეს ალცჰაიმერი. ეს მიმართ შეიძლება იყოს მემკვიდრული წინასწარ განწყობა. ასე დავარქვათ ამას ხომ და განვიჯნოთ ის რაღაცა გენეტიკურისგან. გენეტიკური არის რაც დადასტურებულად ვიცით, რომ რაღაცა გენი არსებობს, რომელიც პასუხისმგებელი არის პირობითად ვთქვათ ალცჰაიმერის განვითარებაზე. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გქონდეს გენეტიკური წინასწარ განწყობა, რა თქმა უნდა, ანუ თუ ოჯახში არის შემთხვევა, ავტომატურად, ანუ სამომავლობაში არის უფრო მეტი შანსი ვიდრე ზოგად პოპულაციაში რომ რაღაც დაავადება განვითარდეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ესე ერთი კონკრეტული გენი, რომელიც ანუ განაპირობებს ალცჰაიმერის განვითარებას. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ ვიცით. არ ვიცი რა შეიცვლება 5-10 წელიწადში, მაგრამ ასე ხმამაღლა ნამდვილად ვერ ვიტყვით. და ესე ვთქვათ, ბოლოსკენ რომ წავიდეთ, თუ შეგიძლიათ მოსახლეობას მივცეთ თქვენი პირადი რჩევა ან რეკომენდაცია, როგორ შეიძლება უკეთ მართოთ ჩვენი ჯანმრთელობა გენური ესე მედიცინის დახმარებით. ჩემი რჩევა იქნებოდა აუცილებლად, რომ როდესაც რაიმე პრობლემას წააწყდებით პირველ რიგში ხომ და განსაკუთრებით პედიატრიულ ასაკში თუ ბავშვთან არის რაღაც პრობლემა, აუცილებლად გაგვახსენდეს ხოლმე გენეტიკოსი, რომ დღესდღეობით გენეტიკოსი არის ერთ-ერთი ანუ საკვანძო რგოლი აი ამ რაღაცა ჯგუფის, რომელიც აუცილებელი არის სწორი დიაგნოსტიკისთვის და შემდგომ მკურნალობისთვის. მე პირადად ჩემი გამოცდილებიდან რაც შემიძლია გირჩიოთ და გითხრათ არის ის რომ მიმართეთ ექიმს აუცილებლად რომელიცაც შეუძლია რომ ანუ მართოს მდგომარეობა და მართოს პერსონალიზირებულად იმიტომ რომ მე მაგალითად სადაც მუშაობ ჩვენი ცენტრი ცდილობს რომ ყოველთვის პაციენტს მიუდგეს პერსონალურად და არ უმკურნალოს მას ისე როგორც ყველა დანარჩენს. ამას ქვია პერსონალიზირებული მედიცინა და ჩვენი ცენტრი მიყვება ზუსტად აი ამ პერსონალიზირებულ მედიცინას. ერთი ადამიანის კონკრეტულ გენოტიპზე მიმართული და დამოკიდებული იქნება ეს მკურნალობა თუ იქნება ეს მონიტორინგის გეგმა. აი ამას გირჩევდით. დიდი მადლობა. და ჩვენი გადაცემის ბოლოს ტრადიციულ კითხვებს დაგისმევთ. პირველი არის რომ რატომ გადაწყვეტეთ ექიმობა და თან ესეთი შეიძლება ითქვას ღრმა და ცოტა საფუძვლიანი მიმართულება. ექიმობა გადავწყვეტა იმიტომ რომ დედა მყავს ექიმი. ამან რა თქმა უნდა იქონია ჩემზე ჩემ გადაწყვეტ ხო შეიძლება გენეტიკურიც არის. ჩემზე ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე რომ ექიმი გავხდარიყავი, რა თქმა უნდა მე მახსოვს რომ 90-იან წლებში დედას პაციენტი ყავდა სახშიო. იყო მეზობელი ეს ქალბატონი და რაღაცა კუნჩი ნემსი უნდა გაეკეთებინა და მაშინ ძალიან ცუდი წლები იყო რა, ანუ ესე ბევრი რაღაცა არ იყო, ვერც კლინიკაში მიხვიდოდი და მახსოვს რომ კუნჩი ნემსი რო გაუკეთა, არ ვიცი ამ ქალბატონს კოლაფსი დაემართა და მახსოვს რომ დამიძახა, რომ დოდოს სწრაფად დამეხმარე და მახსოვს რომ გავიქეცი, ოღონდ ალბათ არაფერი არ გავაკეთე. ალბათ წყალი მოუტანე. და ეს იყო და ეს და მაშინ მეგონა რომ ვიყავი, რა ვიცი, სუპერ გმირი და აი ეს მაშინ რომ გადავწყვიტე რომ უნდა ყოფილიყავი ექიმი, აი ეს ჩამრჩა და მე მაგრამ ანუ ვიცოდი რომ ეს მინდოდა, ოღონდ ამისთვის რა უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი. და მივყვებოდი რაღაცნაირად ინერციით ამ გზას და მე ისე ჩამithრია რომ აი რაღაცა მივყევი მე სამედიცინო უნივერსიტეტი იყო, მე იყო რაღაცა რეზიდენტურა, მე სადოქტორო პროგრამა და რაღაცა ჩავები ამ გაუთავებელ ნაჭირა ქვეს სწავლის პროცესში და მართალი ვკითხოთ გენეტიკოსობაზე არ ვფიქრობდი. ორთოპედობა მინდოდა. მაგრამ რაღაცა შუაგზაში გადავიფიქრე, იმიტომ რომ აი ისე მეკაჩებოდა ეს იმდენად მაინტერესებდა ეს თემა, რომ აი ბევრგან მოსინჯე თავი ონკოლოგიურ გენეტიკაშიც ვიყავი, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მივხვდი, რომ ვარ ჭეშმარიტი პედიატრი გენეტიკოსი. ჩემი გული არის ბავშვებთან. ჩემი იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებთან. და ბოლო კითხვა, როგორი პაციენტი ბრძანდებით? ძალიან ცუდი პაციენტი ვარ. როგორც ალბათ ხშირად სხვა ექიმები
ძალიან ცუდი პაციენტი ვარ და სხვათა შორის ცოტა ხნის წინ ვიყავი ეხოსკოპიაზე და არ მithქვია რომ ექიმი ვიყავი რომ შევედი და საყვედური მითხრა ეხოსკოპისტმა. რომ იმიტომ გაქვსო გულის ფრიალი რომ ალბათ წყალს არ ვსვავ თქო და ესამით რომ წყალს არ ვსვავო და მე მეუთხარი რომ იცით რა მაინტერესებს თქო თქვენ თვითონ სვავთ წყალს და როგორ გამომიჭირეო ზოგჯერ ვიძლებით ძალიან ბევრ რჩევებს, მაგრამ ჩვენ თვითონ გვიჭირს გათვალისწინება ამ რჩევების, რომ წარმოვიდგენ ხოლმე იმ დანიშნულებას, რასაც უყურებ, იმ რეკომენდაციებს, რასაც მე პაციენტებს ვუნიშნავ, მე თვითონ ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა ამ ყოველთვის შესრულება, უნდა ვაღიარო. მაგრამ მათგან ვითხოვ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონო და სტუმრობისთვის. საკმაოდ მძიმე თემას შევეჭიდეთ და იმედია გავეცით გარკვეულ კითხვებზე პასუხები ჩვენს მოსახლეობას. უსურვოთ მათ ჯანმრთელობა და უსურვოთ ნაკლები გენეტიკური პრობლემები. ხშირად გემართებათ სტომატიტი და ვერ ხვდებით რატომ მეორდება ასეთი სიხშირით. მაშინ უმჯობესია რამდენიმე ანალიზი ჩაიტაროთ. B ჯგუფის ვიტამინებზე, რკინის, ფოლიუმის მჟავის ან ცინკის დეფიციტზე. სტომატიტი არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება. ის შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა ან ბაქტერიამ. პირის ღრუს მცირე დაზიანებამ, ჰიგიენის ნაკლებობამ, ვიტამინების დეფიციტმაც და სტრესმაც კი. თუ ის მარტივი ფორმაა, ხალხში გავრცელებული საშუალებებითაც უშველით. სოდიანი თუ გვირილის ნაყენიც დაგეხმარებათ. უფრო რთულ ფორმებს გარკვეული მედიკამენტიც სჭირდება. თუ გაინტერესებს უფრო მეტი, გაიგე ჩვენი სიუჟეტიდან. სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება. შეიძლება მოიცავდეს ენას, ლოყების შიგნით ამხარეს, ღრძილებს, ტუჩების შიდა ზედაპირს. ანთება არის თქვენი ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია დაზიანებაზე, რაც ნიშნავს, რომ თითქმის ყველაფერი, რაც აზიანებს პირის ღრუს ლორწოვან გარსს, შეიძლება იყოს სტომატიტის გამომწვევი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ნიშნების ცოდნა. ანთების მრავალი გამომწვევი მიზეზი არ არის სერიოზული და თავისით იკურნება, თუმცა ზოგიერთი მათგანი საჭიროებს კონკრეტულ მკურნალობას. სტომატიტის ნაირსახეობებია: აფთოზური, ჰერპესული, სოკოვანი, ალერგიული, ქიმიური ან ტრავმული. გამომწვევი მიზეზები და სიმპტომებიც განსხვავდება. აფთოზური სტომატიტი, იგივე კანკერის წყულები, მკივნეული პატარა თეთრ მოყვითალო წყულები, წითელი რკალი, ხშირად უკავშირდება სტრესს, იმუნიტეტის დაქვეითებას, ვიტამინი B12 ან რკინის დეფიციტს. ჰერპესული სტომატიტი. ჰერპეს ვირუსული ინფექციის შემდგომ გამოწვეული. მრავლობითი ბუშტუკები, მაღალი ტემპერატურა, განსაკუთრებით ბავშვებშია გავრცელებული. სოკოვანი სტომატიტი, იგივე კანდიდოზი. თეთრი ნადები ენასა და ლოყებზე, ხშირად ჩნდება ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ან იმუნიტეტის დაქვეითებისას. ტრავმული სტომატიტი, კბილმა, ბრეკეტმა, მკვეთრმა საკვებმა ან ცხელმა სასმელმა დააზიანა ლორწოვანი გარსი, რამაც გამოიწვია ალერგიული ან ქიმიური მიზეზები. გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს კბილის პასტამ, პირის სავლებმა, მედიკამენტებმა, ჭუჭყიანი ხელიდან შესულმა ბაქტერიამ. სუბუქი აფთოზური სტომატიტი ჩვეულებრივ 7-10 დღეში თვითონ გადის, თუმცა იწვევს წვას, საკვების მიღების დროს დისკომფორტს. სამედიცინო და აღიარებული მკურნალობის ნაირსახეობებია: მარილიანი ან სოდიანი წყლით გამოვლება, ქლორჰექსიდინის შემცველი სავლების გამოყენება, ადგილობრივი ანესთეტიკური გელებით კივილის გაყუჩებისთვის. ასევე არის ხალხში გავრცელებული მეთოდები: გვირილის ნაყენის გამოვლება, რომელიც ანთების საწინააღმდეგოა, სტომატიტის არეში თაფლის წასმა, რომელსაც აქვს მსუბუქი ანტიბაქტერიული ეფექტი. ასევე სალვის ან კალენდულას ნაყენის მიღება, რომელიც ამცირებს ანთებას. ასევე უმჯობესია გამაღიზიანებელი საკვებისგან თავის შეკავება. ცხარე, მწარე და მჟავე საკვები ხელს უწყობს ტკივილის განვითარებას და უფრო აღიზიანებს დაზიანებულ ადგილებს. სოკოვანი სტომატიტების შემთხვევაში საჭიროა ანტიფუნგალური პრეპარატი, რომელიც უშუალოდ ექიმის რეკომენდაციით ინიშნება. ჰერპესული სტომატიტის დროს ზოგჯერ საჭიროა ანტივირუსული პრეპარატიც კი. თუ წყულები 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება, ასევე თან ახლავს ტემპერატურა, ხდება ყლაპვის გაძნელება, უმჯობესია მიმართოთ ექიმს, რადგან შესაძლოა მოედოს სრულიად გარს და გამოიწვიოს ფართო ანთებითი პროცესი. თუ სტომატიტი ხშირად მეორდება და შემაწუხებელი ხდება, სასურველია ჩატარდეს გამოკვლევა B და B12 ჯგუფის ვიტამინებზე, რკინის, ფოლიუმის მჟავის ან ცინკის დეფიციტზე. პრევენციისთვის აუცილებელია მარტივი რუტინა, კბილების ინტენსიური გახეხვა, ძაფის ყოველდღიური გამოყენება და კბილების რეგულარული წმენდა. სასურველია სავლების საშუალებების გამოყენება, ან თუნდაც სოდიანი ნაყენის, რომელიც შეგინარჩუნებთ პირის ღრუს ჰიგიენას და შეამცირებს სტომატიტის რისკს. გისურვებ ჯანმრთელობას.
არიან ადამიანები, ვისაც მთელი ცხოვრება ერევათ მარცხენა და მარჯვენა, ან კენტი და ლუცი. ბევრს ცხვენია და ამას არ აღიარებს, თუმცა წარმოიდგინეთ, საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და სასირცხვილო ამაში არაფერია. ეს არ არის არც დაავადება, არც სინდრომი, თუმცა მსოფლიო მოსახლეობის 2% ამას განიცდის. თუ ეს თქვენთვის საგანგაშო მიზეზია, არსებობს რამდენიმე მიმართულება, რასაც მიაწერენ ამ ფაქტს. პირველი, ტვინის სივრცითი ორიენტაციის თავისებურება. მარჯვენას და მარცხენას გარჩევა დაკავშირებულია სივრცით აღმასთან და ტვინის ნახევარსფეროების კოორდინაციასთან. მეორე, დისლექსია და მსგავსი ნეიროგანვითარებითი თავისებურებები, მაგალითად, დისლექსიის მქონე ადამიანებში ხშირად ფიქსირდება მარჯვენა-მარცხენის დაბნევა. მესამე, სტრესი ან სწრაფი რეაგირების საჭიროება, როცა ადამიანს სწრაფად სთხოვენ გადაწყვეტილების მიღებას. მაგალითად, მანქანის ტარებისას შეცდომის ალბათობა იზრდება. მეოთხე, ბავშვობაში არასაკმარისი ფიქსაცია. ზოგ ადამიანს უბრალოდ კარგად არ აქვს დამუშავებული ეს ცნება პატარა ასაკში. ნორმაა თუ პრობლემა? თუ მხოლოდ ხანდახან გეშლებათ, სხვა ნევროლოგიური სიმპტომები არ გაქვთ, მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების პრობლემა, დაბუჟება და ასე შემდეგ, მაშინ ეს ჩვეულებრივი თავისებურებაა. მაგრამ თუ მოულოდნელად დაიწყო განსაკუთრებით ზრდასრულ ასაკში, თან ერთვის სხვა სიმპტომები, მეხსიერების გაუარესება, კონცენტრაციის დაქვეითება, აზროვნების გაფანტვა, მაშინ სასურველია ექიმთან კონსულტაცია. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, რათა გაიგოთ ბევრი საინტერესო ამბავი სამედიცინო სამყაროდან. ჩვენ ვართ YouTube-ზე, TikTok-ზე, Instagram-სა და Facebook-ზე და არ გვეზარება თქვენი მოსმენაც.